Ახლობით 1 საათზე ნაკლები დარჩა იქამდე სანამ კახაბერ-დუქიძის უნივერსიტეტი პროტესტის მთავარ ეპიცენტრად გადაიქცეოდა აქ 11 უნივერსიტეტის სტუდენტი შეიკრიბება, რომლებიც დაიძრებიან ცოტა ხანში 4 საათზე მსვლელობით უკვე თბილისი მოლის მიმართულებით, მაგრამ მანამდე სანამ სტუდენტები აქ ადგილზე შეკრებას დაიწყებდნენ, განსაკუთრებულ მობილიზებას ვხედავთ ჩვენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების, შეიძლება ითქვას, რომ სრულად ალყა აქვს აქ შემორტყმული კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს თავისუფალი უნივერსიტეტის ტერიტორიისთვის გარდა ამისა, ასევე აქვე წინ უნივერსიტეტის წინ არსებულ პარკში და ტყეშიც კი შეიძლება ითქვას, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები დადიან და სავარაუდოდ ზვერავენ სიტუაციას და აკონტროლებენ რა შეიძლება ალბათ მოხდეს ან წინასწარვე ათვალიერებენ სიტუაციას. ჩვენ ახლა ვხედავთ კადრში თუ როგორი მობილიზებაა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების, რომლებსაც აქვთ ნიღბები, არიან სპეციალურად აღჭურვილები და ემზადებიან ალბათ უკვე 4 საათიანი აქციისთვის, რომელიც უკვე უნდა გაიმართოს მოლის ტერიტორიაზე. მინდა ახლა ჩემს ოპერატორს ვთხოვო, რომ თან გამომყვეს და ამ ადამიანებთან ვეცადოთ გასაუბრებას, რა აუცილებლობა გახდა, რომ ეს ადამიანები ამ რაოდენობით შეკრებილიყვნენ თავისუფალი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, სადაც უნდა მოვიდნენ ასევე სტუდენტები, 11 უნივერსიტეტის სტუდენტები უნდა მოვიდნენ, რომლებიც მსვლელობით დაიძრებიან შემდეგ უკვე უკეთრავად. გავივლით თუ შეიძლება. გამარჯობა, ერთი წამი. ბოდიში. ბატონ თეიმურაზ კუპატაძეს ვხედავთ, რომელიც ასევე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორია და სავარაუდოდ ისიც ხელმძღვანელობს პირადად აქ აკონტროლებს სიტუაციას და ამ ადამიანების განსაკუთრებულ და მაქსიმალურ მობილიზებას, რომლებიც ახლა ადგილზე შეინიშნებიან, როგორც ხედავთ და როგორც გითხარით, აქ არის ეს ადამიანები მობილიზებულები და სავარაუდოდ ახალგაზრდების და სტუდენტების პროტესტის ასე შეეშინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ უნივერსიტეტთან კი ამ რაოდენობის მობილიზება გამოაცხადა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების. თქვენ ხედავთ კადრში, რომ ეს ადამიანები არიან აქ ნიღბებით ადგილზე და სავარაუდოდ ელოდებიან, რომ ადგილზე მოვიდნენ სტუდენტები. ასევე პარკის ტერიტორიაზეც მინდა რომ კადრში გაჩვენოთ, გადაადგილდებიან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც სავარაუდოდ არ ვიცი რას ეძებენ, მაგრამ ალბათ სიტუაციას ვერავენ და აკონტროლებენ მაქსიმალურად თავისუფალი უნივერსიტეტის ტერიტორიას. მინდა რომ აქ შეკრებილ ადამიანებს და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებსაც გავესაუბრო, მოგესალმებით. თქვენ რომ გითხრათ თუ შეიძლება რატომ გახდა თქვენი ამ რაოდენობით მობილიზება საჭირო ადგილზე? უკეთრავად. შეგიძლიათ გითხრათ რატომ ხართ ესე ამ რაოდენობის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ადგილზე მობილიზებული? 4 საათზე რომ აქცია აქ დაანონსებული, ამიტომ ხართ ამ რაოდენობის ახალგაზრდები და პოლიციის თანამშრომლები? ოფიციალური განცხადება აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაკეთებული ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ინტერვიუს არ ვიძლევით და ტყუილა რა განცხადება აქვს გაკეთებული, რას გულისხმობთ? ნახეთ ოფიციალურ გვერდზე. გითხრათ. მოკლედ ტრადიციულად ეს ადამიანები, ვინც ახლა ადგილზე არიან შეკრებილები, მედიასთან არ საუბრობენ, მინდა ასევე გაჩვენოთ სრულად ტერიტორია, რაც არის ახლა თავისუფალ უნივერსიტეტთან, რომ ყველგან შეიძლება ითქვას, რომ არის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მობილიზებული, მათ შორის გარშემო პერიმეტრზეც ავტომობილებში იმყოფებიან, თავიანთ ავტომობილებში იმყოფებიან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და ეს ადამიანები, როგორც ხედავთ, ნიღბებითაც არიან ადგილზე, არ ვიცით რისთვის ემზადებიან, მაგრამ ფაქტია, რომ განსაკუთრებული მობილიზება აქვს გამოცხადებული ადგილზე, სადაც 4 საათზე სტუდენტები უნდა შეიკრიბონ და შემდეგ უკვე მსვლელობით დაიძრან ტრადიციულად თბილისი მოლისკენ. მოგესალმებით, თქვენც რომ გითხრათ თუ შეიძლება რატომ ხართ ადგილზე მობილიზებული და რატომ გახდა თქვენი ამ რაოდენობით აქ ადგილზე მოყვანა საჭირო? ნიღბებით ხართ თან წარმოდგენილი, რატომ მალავთ სახეს, ეგ მაინც გითხარით? სახეს რატომ მალავთ? რატომ არა ჩვენთ? ანუ ზურგით რატომ გახართ კამერასთან? რისი გწვენიათ, რისი გეშინიათ, რატომ ვერ ჩნდებით? არ გაქვთ კითხვებზე პასუხი, რატომ ხართ ადგილზე? უკაცრავად, ნიღბებით რატომ ხართ, ეგ მაინც გითხარით? სახეს რატომ არა ჩვენთ? და ზურგით რატომ გახართ კამერებთან? მოკლედ
ხედავთ რომ ამ ადამიანებს კითხვებზე პასუხის გაცემაც კი არ შეუძლიათ და ალბათ არ აქვს კითხვებზე პასუხი რატომ იმყოფებიან ადგილზე ხედავთ რომ არიან ნიღბებით წარმოდგენილი და სახის გამოჩენაც შეიძლება ითქვას რომ ცხონიათ ამ ადამიანებს და არ უნდათ რომ კამერებმა დააფიქსირონ ასევე მინდა შემდეგი ტერიტორიაც გაჩვენოთ სადაც არიან ასევე წარმოდგენილი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ჩვენ ასევე უსმენდით ჩვენს მეორე გადამღებ ჯგუფს რომლებიც მუშაობენ თბილისი მოლთან და იქ ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების განსაკუთრებული მობილიზებაც შეინიშნება. გამარჯობა, უკაცრავად. თქვენ რომ გითხრათ ნიღაბი, თქვენ არ გიკეთიათ, მაგრამ თქვენ მაინც გითხარით, რატომ გახდა საჭირო თქვენი ესეთი მობილიზება ადგილზე? შეგიძლიათ რომ გითხრათ უკაცრავად. რატომ მობილიზდით ესეთი რაოდენობის ვისი გეშინიათ ახალგაზრდების სტუდენტების? რატომ ხართ ამ რაოდენობის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები? მოკლედ, ასეთი ახლა ადგილზე ვითარება, მანამ სანამ სტუდენტები ადგილზე შეიკრიბებიან, მაქსიმალური კონტროლი აქვს გამკაცრებული კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს და ვხედავთ რა რაოდენობითაც არიან ისინი ადგილზე. წარმოდგენილები ელოდებიან სავარაუდოდ უკვე ადგილზე სტუდენტების გამოჩენას, რომლებიც 4 საათზე მოვლენ და შემდეგ ვსოლობით დაიძვრებიან თბილისი მოლისკენ. ეს ახალგაზრდები 11 უნივერსიტეტის სტუდენტებზეა საუბარი, რომლებიც ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან და ამ ევროპული მომავლის დაცვის მიზნით ისინი კიდევ ერთხელ დღეს საზოგადოებას გააგონებენ საკუთარ ხმას და ეტყვიან რომ ამ ქვეყნის მომავალი არის ევროპული, არის ევროპაში და შესაბამისად არ მისცემს არალეგიტიმურ ხელისუფლებას რომ ამ ქვეყნის გარუსება შეუწყონ ხელი და ამ ევროპული მომავლის დასაცავად ასევე ორი მთავარი მოთხოვნაა შესასრულებელი, რაც არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა და შესაბამისად ამ ახალგაზრდების მოთხოვნა სწორედ ეს იქნება. მას შემდეგ რაც ისინი შეიკრიბებიან ადგილზე, როგორც გითხარით, დაიძვრებიან უკვე მსვლელობით 4 საათზე იმ ცენტრალურ და მთავარ ადგილას თბილისი მოლთან, სადაც ისინი შეუერთდებიან ადამიანებს, რომლებიც გეგმავენ რომ დღეს ასევე გადაკეტონ თბილისის შემოსასვლელი იმ შემთხვევაში ამყავით შეიძლება. გამარჯობა. თქვენ რომ გითხრათ თუ შეიძლება რატომ გახდა საჭირო კრიმინალური პოლიციის ამ რაოდენობით ადგილზე მობილიზება? არ ვიძლევთ კომენტარს. არ შეგიძლიათ რომ გვიპასუხოთ? ხედავთ რომ აღჭურვილები არიან, პირბადებითაც არიან აქ მოსულები, აი რატომ გახდა საჭირო? რამდენჯერ გითხრა რომ არ ვიძლევთ მეთქი. აქციაზე უნდა მოვიდნენ სტუდენტები და ახალგაზრდები ამ ტერიტორიაზე, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, რატომ გახდა თქვენი მობილიზება? გადავიწიოთ. ერთი წამით. გადავიწიოთ. თქვენთან ხომ მომნებიან? გადავიწიოთ თქო, ხო გითხრა. ხელი გაწიე და მე თვითონ გადავალ. მე თვითონ გადავალ. ხელი გაწიე. გადავწიე და ანუ ერთი წამით. ეს ჩაულებრივი ტერიტორია მე მგონი, აქ რატომ ისეთ გადაადგილება ძალიან მაინტერესებს. კომენტარს და მიიწიეთ, გადაიწიეთ. დაწყნეს თუ შეიძლება და ტოს დაუწიეთ. ჩვენ წყნარად ვართ. საკმაოდ აგრესიულებიც არიან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და სავარაუდოდ ჩვენს კითხვებზე ღიზიანდებიან ესე განსაკუთრებით ეს ადამიანები და არ გვეცდიან ადგილზე მუშაობას, ტერიტორიასაც გვატოვებინებენ და აი როგორც მოისმინეთ თქვენ პირდაპირ ეთერში, ესეთი განსაკუთრებული აგრესიითაც გამოირჩევიან ალბათ იმიტომ რომ ამ ადამიანებს არ აქვს კითხვებზე პასუხი, რატომ გახდა საჭირო რომ ასეთი რაოდენობა და ამ მასშტაბის მობილიზება გამოეცხადებინათ. ადგილზე ვხედავთ რომ უმრავლესობა მათგანს აქვს ნიღბები უკეთიათ ადგილზე მისეთ ადამიანებს მივიდა, ვისაც ნიღაბი არ უკეთია. გამარჯობა, თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ და რომ გითხრათ, რატომ გახდა ასეთი რაოდენობის და ამ მასშტაბის მობილიზება საჭირო, თუ შეიძლება რომ გითხრათ. არ გაქვთ კითხვებზე პასუხი, რატომ მობილიზდით? გითხრით საზოგადოებრივი წესრიგის. და რა წესრიგი უნდა დაიცვათ, მაინტერესებს ჯერ არც მოსულან არავინ ადგილზე. ხო მოვლენ. სტუდენტების გამო მოხვედით თქვენ? არა, საერთოდ. აბა ვის გამო მოხვედით? ყველგან სადაც საჭირო იქნება დავიცავთ საზოგადოებრივი წესრიგს. და თავისუფალ უნივერსიტეტთან იმყოფებით და ყველას ვის გულისხმობთ, აქ სტუდენტები უნდა მოვიდნენ. ხო გაგეცით უკვე პასუხი საკმარისია. ანუ ესე შეგეშინდათ დღევანდელი აქციის რომ ამ რაოდენობის მობილიზება გახდა საჭირო? გაგეცით უკვე პასუხი, ყველა გუნდა. სულად ტერიტორიას რატომ აკონტროლებთ, ეგ მითხარით მაშინ. გაგეცით უკვე, საკმარისია. ეში რატომ დადიან თქვენი თანამშრომლები, ეგ მითხარით. რატომ რას ეძებთ, რას აკონტროლებთ, ეგ მითხარით. პასუხი გაგეცით უკვე საკმარისია. ეს არის თქვენი პასუხი? გაგეცით უკვე პასუხი.
ხო, მოკლედ, ხედავთ ამ ადამიანებს, როგორც თვითონ ამბობენ, არიან აქ წესრიგის დასაცავად მობილიზებულები ადგილზე, მაგრამ ჯერ ხედავთ, რომ ადგილზე სტუდენტებსაც კი არ დაუწყიათ შეკრება და არ დაუწყიათ მოსვლა, თუმცა ხედავთ, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები არიან მაქსიმალურად მობილიზებულები, აი როგორც ხედავთ, სტუდენტები ნელ-ნელა იკრიბებიან უკვე უნივერსიტეტისკენ, მიემართებიან და მას შემდეგ რაც ეს ადამიანები სრულად შეიკრიბებიან, დაიძრებიან უკვე თბილისის მოლის მიმართულებით, სადაც მთავარ აქციას შეუერთდებიან და კიდევ ერთხელ იტყვიან ეს ადამიანები თავიანთ სათქმელს, კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ მათ ევროპულ პოზიციას და იტყვიან, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის ევროპული, მათ მთავარ მოთხოვნებს გააჟღერებენ, რაც იმას გულისხმობს, რომ უნდა ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები. მე ახლა კიდევ ერთხელ გაჩვენებთ კადრში თუ რა ვითარებაა ადგილზე და ამ კადრს დაგიტოვებთ პირდაპირ ეთერში და შესაბამისად მოვლენების განვითარების შესაბამისად დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ისეთი არის ადგილზე ვითარება. აქ რჩება კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც საკმაოდ ბევრნი არიან და არიან განსაკუთრებულად მობილიზებულები.